რამდენად მალე მოგვარდება ეს პრობლემები, თქვენ როგორც შეიტყვეთ, შესაძლოა ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩამონათვალიც გაიზარდოს ამ პრობლემებზე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვისაუბრებთ. დავით სერგენკო, მთავარი ამბების სტუმარი, საღამომშვიდობისა ბატონო. საღამომშვიდობა. უკვე მე-9 დღეა ეს ცვლილება შევიდა ძალაში. როგორ შეაფასებდით რეფორმის პირველ შედეგებს? აღიარებთ თუ არა, რომ გარკვეულწილად მაინც მოუმზადებელი შეხვდა სისტემა ამ ცვლილებას? მე ასე არ ვფიქრობ, რომ სისტემა მოუმზადებელი შეხვდა. თავისი შინაარსით ეს არ არის რეფორმა, არამედ ეს არის შარშან 30 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესრულება. გარდამავალი ეტაპი დაიწყო უკვე წლის დასაწყისიდან. ჩვენი სათხოვარით გაითვალისწინა პარლამენტმა და 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო აღსრულება და გადმოიწია 1 სექტემბრამდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს პერიოდი ჩვენ მოვანდობთ სწორედ სისტემის მომზადება და სწორედ ეს იყო ჩვენი мотивация, რომ მიგვემართა პარლამენტისთვის გადავადებაზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ასეთ ცვლილებას, რასაც შეჩვეული იყო მოსახლეობა წლების განმავლობაში, ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ცვლილებები მინიმალური დისკომფორტით ჩატარდეს. თუმცა ფაქტია, რომ დისკომფორტი უკვე შეექმნა მოსახლეობას. ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი მე პირადად მაყურებელმაც, როდესაც თუნდაც ადამიანი რეკავს ოჯახის ექიმთან და ეუბნებიან, რომ არის უზარმაზარი რიგი და დაუშვათ რამდენიმე დღის განმავლობაში მას ვერ მიიღებენ. როდესაც ადამიანი არის ქრონიკული ავადმყოფი, ის იღებს სისტემატურად წამალს. რა უნდა ქნას ამ ადამიანმა? ორი ნაწილისგან შედგება თქვენი კითხვა, როდესაც ოჯახის ექიმთან არის რიგები. შეგახსენებთ, ან ვინც არის ის მოვახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს უკლებლივ, ვინც სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს, მიეცა სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი. აქამდე ეს მათ არ ჰქონდათ და რიგები სწორედ მაშინ იყო, როდესაც სპეციალისტთან ჩაწერაზე 3 კვირის დაავადებაც კი ჭირდებოდათ. რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, ამისათვის შემოღებული არის ხანგრძლივი 1 წლის განმავლობაში მოქმედი რეცეპტი, როდესაც ერთი გამოწერის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ შეიძინონ დაუბრკოლებლივ ნებისმიერი სიხშირით ეს პრეპარატი. ხოლო მათთვისაც ქრონიკული დაავადება აქვს წელიწადში ერთხელ მინიმუმ ისედაც უნდა მემართონ მკურნალ-ექიმს. თუმცა ბატონო დავით, თქვენ თუ დაინტერესდებით, ნამდვილად ძალიან ბევრ დაწესებულებაში არის ასეთი რიგები და მოსახლეობა ნამდვილად აწყდება ამ პრობლემებს. მინდა გკითხოთ ელექტრონულ სისტემაზე. ჩვენ საუბრობდით რამდენიმე კვირის წინ, რომ ელექტრონული სისტემა იქნებოდა რეცეპტების გაცემის. საპილოტე პროექტია რამდენადაც ვიცი ჩაშვებული და როდის გადავა მთლიანად ამ ელექტრონულ სისტემაზე ეს ცვლილება? ისე ორი ნაწილისგან არის რიგებს, რაც შეეხება მთელი საქართველოს მასშტაბით 500 სამედიცინო დაწესებულებაში არიან ჩვენი მონიტორები დღის განმავლობაში და იქ სადაც რიგები იქნება, მე არ ვეტყვი, რომ ეს იდეალურად მიდის, არის შემთხვევები, როდესაც მართლაც რიგი არის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დროებითი დისკომფორტი მოიხსნას. რაც შეეხება ელექტრონულ რეცეპტებს, ჩვენ ეს პლატფორმა უკვე დიდი ხანია, შარშან წლის ბოლოდან გამზადებული გვაქვს სრულად ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, მაგრამ აი აქ არის სწორედ სისტემის მზად არ ყოფნა და ჩვენ ვნახეთ, რომ აი პრიმიტიული კალმისტრით გამოსაწერი რეცეპტის შემთხვევაში არის რიგი ხარვეზები ამ რეცეპტის გამოწერაში. და ძალიან დიდხანს უდდებიან ექიმები აი ამ რეცეპტების გამოწერას, რამდენადაც მე ვიცი. თავისი შინაარსით რეცეპტი შედგება პაციენტის სახელის და გვარისაგან, ექიმის სახელის და გვარისაგან და წამლის დასახელების და მიღების წესგან. ანუ თავისი მოცულობით კალმით დასაწერი ინფორმაცია არაფრით არ აღემატება, დადასტურებულად არაფრით არ აღემატება იმ მოცულობას, რაც უნდა იყოს დატანილი რეცეპტზე. სხვაობა ის არის, რომ თუ აქამდე რეცეპტი რაღაც ნებისმიერ, თუ აქამდე ექიმი უკაცრავად რაღაც ნებისმიერი სახის ფურცელზე დაიტანდა კალმით ამ ინფორმაციას, ეხლა კონკრეტულ ფურცელზე. და არც ერთი წერტილი არ არის რეცეპტში იმაზე მეტი, ვიდრე ექიმები წერდნენ ჩვეულებრივ ფურცელზე. ასე რომ თუ კი ასეთი შემთხვევები არის, ჩვენი მონიტორები და მთლიანად ჯანდაცვის სამინისტრო მზად ვართ და უკვე ვაკეთებთ ამას, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გავუკეთოთ მოსახლეობას. ბატონო თავით, თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეულწილად აი ამ მიმართულებით ხართ მოუმზადებლები. ხომ არ აჯობებდა, რომ ეს ყველაფერი ჯერ მომზადებული იყო, იგივე ეს ელექტრონული სისტემა ჩაშვებულიყო და შემდეგ უკვე გადასულ
მოსულიყავით ამ ცვლილებაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები უკმაყოფილება წამოსულიყო მომხმარებლების, პაციენტებისგან. ელექტრონული სისტემა ამ ცვლილების დანერგვას გაართულებდა, ამ ეტაპზე ცალსახად გაართულებდა, აი ეს მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რადგანაც ელექტრონული რეცეპტის პილოტირება უკვე მიდის და რამდენადაც ეს უფრო ცოტათი უფრო რთულ უნარჩვევებს მოითხოვს და მით უმეტეს რეგიონებში ყველა ექიმს არ აქვს კომპიუტერთან და ინტერნეტთან ცნობა, ჩვენ გადავწყვეტეთ ამისი ნაბიჯ-ნაბიჯი ეტაპობრივად დანერგვა დამერწმუნეთ, ხანგრძლივი და მრავალმხრივი ანალიზის შესახებ მოგახსენებთ იმას, რომ ეს რო ჩვენ ახლა ელექტრონული რეცეპტის სახით დაგვეწყოთ, ბევრად შეუდარებლად რამოდენიმეჯერ მეტ პრობლემას მივიღებთ. კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა განცხადება საფთიაქო ექიმის გამოჩენაზე, რომელმაც შეიძლება თქვენი რეფორმა აბსოლუტურად რეფორმას ისინი ხმარობდნენ ამ შემთხვევაში მათ დავესესხები, თავდაყირა შეიძლება დააყენოს ის ცვლილება, რაც შევიდა კანონში. რას ნიშნავს ეს საფთიაქო ექიმი, მიდის თუ არა მონიტორინგი, ვინ ზის იმ აფთიაქებში, მართლაც გამოკვლევებს უკეთებენ თუ არა, ტარდება თუ არა გამოკვლევები პაციენტების და საერთოდ როგორ იწერება მათ მიერ ეს რეცეპტები? რაც შეეხება ბატონ ჭიაბერაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს მე გავეცანი, ისევე როგორც ყურადღებით ვეცნობი ამ მემართულებაზე და ჯანდაცვაზე ნებისმიერ კვლევას თუ კომენტარს. გამიჭირდება რომ დავეთანხმო, იმიტომ რომ ის აღნიშნავს, რომ 16 აგვისტოდან ამას გვიწინასწარმეტყველებდა, რომ ეს პრობლემები შეიქმნებოდა. შეგახსენებთ ყველას, რომ ეს ცვლილება მიღებული იქნა შარშან 2013 წლის 30 ივლისს და მე ვერ მოვისმინე ვერც ბატონ ზურაბისგან და ვერც იმ სხვა ოპონენტებისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე ქმედითი კრიტიკა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებდით. და 16 აგვისტო იყო მისი მეორე დღე, 2 დღის დაწყებული იყო ეს საფთიაქო შეტყობინებების ბუმი, როცა ცხადი იყო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაში ჩავარდა უბრალოდ ამ საფთიაქო შეტყობინებებით. აი ეს არის ჩვენი მოცემულობა, ასე ვთქვათ. რაც შეეხება საფთიაქო ეგრეთ წოდებულ წყალებში საფთიაქო ექიმებს. ეს პრაქტიკა ახალი აღმოჩენილი არ არის, ერთ-ერთი დიდი საფთიაქო ქსელი ამას დიდი ხანია აკეთებს, როდესაც ცივილურად წესების და კანონების დაცვით აქვს, ასე ვთქვათ, ინსტალირებული ოჯახის ექიმის კაბინეტი ყველა იმ რეგულაციის დაცვით, რაც არის და ეს ექიმი მართლაც ასრულებს ექიმის ფუნქციას. ბოლო ხანებში შეინიშნა რამოდენიმე შემთხვევა, ერთ-ერთი კომპანია ლიდერობს ამაში, როდესაც ეგრეთ წოდებული ექიმის დიპლომიანი მწერალი დასვეს კუთხეში მეუჩინეს მაგიდა, რომელიც არც კი სინჯავს პაციენტს და უბრალოდ წერს ფურცელზე დანიშნულებას. ეს რა თქმა უნდა მიუღებელი არის, ჩვენ უკვე გვაქვს ამაზე შესაბამისი რეაგირება და ნამდვილად ვერ დაუშვებთ ამას, რომ უბრალოდ მოგებაზე გამოკიდების გამო პაციენტების ჯანმრთელობა შეექმნა საფრთხე და ყველას თხოვდა, ყველას მოუწოდებს, რომ ნუ ისარგებლებენ ასეთი ექიმის დიპლომიანი წერალის მაპატიოთ ჩემო კოლეგებმა სერვისით, არამედ მივიდნენ ოჯახის ექიმთან. მათ თავისუფალი არჩევანი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ დაწესებულებაში. ბატონ დავით, კიდევ ერთი შეკითხვა, დღეს ითქვა, რომ მედიკამენტების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს და ის მედიკამენტები, რომელიც რეცეპტით გაიცემოდა, აღმოჩნდეს მესამე ჯგუფში. რომელ მედიკამენტებზეა საუბარი და თუ შეხთანხმდით უკვე დაახლოებით რა სახის მედიკამენტებს შეიძლება შეეხოს ეს ცვლილება? ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ნებას მომწონთ ორივე წინადადებით ხაზს გაუსვამ, რომ მეორე და მესამე ჯგუფში, ანუ რეცეპტით გასაცემ და ურეცეპტით გასაცემ შორის მედიკამენტების გადადინება პერმანენტული პროცესი არის ყოველი ახალი გარემოების, ასე ვთქვათ, აღმოჩენის შემთხვევაში. მე მოკლედ გეტყვით, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში 1 აგვისტომდე 1300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გადავიდა რეცეპტით გასაცემიდან ურეცეპტით გასაცემ ჯგუფში და მხოლოდ ბოლო 3 კვირის განმავლობაში დამატებით რამოდენიმე ასეული ცვლილება განხორციელდა. 300-ზე მეტი გადავიდა რეცეპტიდან ურეცეპტოში და 126 გადმოვიდა პირიქით, რადგანაც მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები აღმოაჩნდა. დღეს ჩვენ ფარმკომპანიის წარმომადგენლებმა შემოგთავაზეს მათი, ასე ვთქვათ, წინადადება, რომ მოგვაწვდიდნენ სიას თავისი წინადადებით, რომ გადაგვეტანა ეს მედიკამენტები. მე სია ჯერ არ მიმიღია, როგორც კი მივიღებ ექსპერტებთან ერთად ყურადღებით გავეცნობი, რა თქმა უნდა და მივიღებთ პირველ რიგში პაციენტის ინტერესზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას. ამ ცვლილების ოპონენტების კიდევ ერთ პროგნოზს დაგისახელებთ, ეს არის შესაძლო გაძვირება მედიკამენტების. მე მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა იგივე ექიმების გადამზადება აფთიაქებისთვის, იქ ექიმის კაბინეტის გაკეთება, ფართის დაქირავება, მათ საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა
მიღება მოუწევთ და ამან შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების გაძვირება. აი ამაზე რა შეგიძლიათ რომ უპასუხოთ? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ რა თქმა უნდა მჭიდრო კომუნიკაცია გქონდა როგორც დარგის ექსპერტებთან, ასევე ფარმინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია ინსტრუმენტები, რომ არეგულიროს ფასები. თუმცა, როგორც ადრე, ასევე დღესაც დღევანდელი შეხვედრის დროს ფარმინდუსტრიის წარმომადგენლებმა ცალსახად დაადასტურეს და ეს პრესაშიც განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები არ შეეხება და არ გამოიწვევს მედიკამენტების გაძვირებას. ანუ მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო და ასე ვთქვათ, სულ ვთხოვო რომ მოусმინოს უბრალოდ მათ კომენტარებს. გიდასტურებთ რომ ფარმ კომპანიის თავარი მოთამაშეები ადასტურებენ რომ ეს ცვლილება არ იქნება გამოწვეული მედიკამენტების გაძვირების. რაც შეეხება მედიკამენტების დეფიციტს, აი ტექსტურმა შეტყობინებებმა ცნობილმა, რომელსაც 1 სექტემბრამდე ავრცელებდნენ მსხვილის აფთიაქოქსელები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე მომხმარებლისგან გარკვეულ მედიკამენტებზე შეიქმნა დეფიციტი, ვინაიდან ხალხმა დაიწყო მომარაგება. რამდენად ხშირია ესეთი შემთხვევები? ესეთ შემთხვევებში ჩვენ რა თქმა უნდა მონიტორინგს უტარებთ. იყო ერთი პრეპარატი კონკორი, ეს არის როგორც წოდებული ბეტა ბლოკერი, რომელიც დოზებიც არის 2,5 და 10 მილიგრამი. 5 მილიგრამიანზე მართლაც იყო დეფიციტი, ოღონდ ეს დეფიციტი დაიწყო ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს, თუმცა ცალსახად ურთიერთჩანაცვლებადი არის და გარდა ამისა ბაზარზე უამრავი არის იგივე ქიმიური შემადგენლობის ენალაპრილი, რომელსაც იგივე ფარმაკოლოგიური, იგივე წამალია მარტივად ვთქვათ, ერთმა წარმოებელმა დაარქვა კონკორი, ხოლო მეორემ შეინარჩუნა ბიოქიმიური სახელწოდება. შესაბამისად ამის კაც მონიტორინგს ვახორციელებთ. მე მესმის საზოგადოების ნაწილის ღელვარება, მაგრამ გიდასტურებთ და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, რომ დეფიციტი არ არის დღეს ნამდვილად. და ბატონ დავით, ბოლოს შეკითხვა, რამდენ ხანში ვარაუდობთ, რომ ეს ხარვეზები, რომელიც შეიქმნა ამ ცვლილების შემდეგ, საბოლოოდ იქნება აღმოფხრილი და ეს ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება და ხალხმომხმარებელი ზუსტად ისე განაგრძობს ცხოვრებას, რომელიც აქამდე ცხოვრობდა. აი ამ ხარვეზების აღმოფხრას, რაც დაფიქსირდა უკვე, რამდენ ხანში ვარაუდობთ დაახლოებით? კანონში ამ ცვლილებების განხორციელება არის ერთგვარად დინამიური პროცესი. როდესაც ჩვენ ვნახულობთ მონიტორინგის საშუალებით, ასე ვთქვათ, სუსტ წერტილებს და ვაკეთებთ რეაგირებას, რომ ეს ხარვეზები იყოს აღმოფხრილი. ჩვენი წინასწარი რისკის გაცვლებით ამას თვეზე მეტი პერიოდი არ უნდა დაჭირდეს, თუმცა რაც უფრო მეტად დაგვეხმარება მოსახლეობა და ლეგალურ კომუნიკაციას იქონებს ჩვენთან, იგივე ცხელი ხაზით, იგივე არ ვიცი ნებისმიერი სხვა სახით, ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრათ ეს ხარვეზები. გაწმუნებთ, რომ ეს არ არის სისტემური ხარვეზები, ნამდვილად შეექმნა უჩვეულობის გამო საზოგადოების ნაწილს, როდესაც ექიმის გარეშე ყიდულობდა წამალს და ახლა ექიმთან უნდა მივიდეს, ხაზს უსვამ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 100%-ისთვის სახელმწიფო აფინანსებს ოჯახის ექიმის მომსახურებას და აძლევს თავისუფალ არჩევანს, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დისკომფორტი განვლდეს პრაქტიკულად და პაციენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიიღონ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. მთავარი ამბების კითხვებს ჯანდაცვის მინისტრი